ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა. ეს და ასევე წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. და ასევე გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. 2 თვის წინ გავაგზავნეთ, როგორც გახსოვთ, ზია ამაღლობელის საქმე ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში და უკვე საქმე გადავიდა შემდგომი არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდავართ. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ჩვენი საჩივარი ამას ეხება, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მეხუთე მუხლით არის გარანტირებული, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მე-6 მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-8 მუხლი, გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-10 მუხლი, კონვენციის მე-13 მუხლი და მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე საქმე შეეხება კონვენციის მე-18 მუხლს, რომელიც უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება და ეს ყველაფერი, ან ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადავიდა განხილვის შემდგომ ეტაპზე. ყველა მუხლთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია საქართველოსთან, კერძოდ საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს ამ ეტაპზე აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. კიდევ ერთხელ საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ აი ამ პატიმრობას ეხება არსებითად და აქედან გამომდინარე დარღვევებს ეხება სწორედ ეს საქმე, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ მზია ამაღლობელის მიმართ სხვა პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე და ასევე სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, რომელიც ახლა დასკვნით ეტაპისკენ მიდის უკვე. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ აქ ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება შესაბამისად უფლებების დაცვა, ჩვენ დამატებით, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველი საქმე, რომელიც მზიას სახელით გაიგზავნა, დააკომუნიცირა და ამასთან დაკავშირებით დაწყებული არის უკვე ეს შესაბამისი პროცედურები. თუ რაიმე კითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით,